გამარჯობა, როგორ ხართ მეგობრებო, გილოცავთ, დასრულდა იანვარი, დღეს 6 თებერვალია და უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ იანვარი დაასრულდა. პირველ ან 2 თებერვალს ვერ იტყვი თამამად, რომ იანვარი დასრულდა. სულ გაქვს ის განცდა, რომ შეიძლება იანვარი დააბრუნდეს. 6-ში უკვე ხვდები, რომ ნამდვილად დასრულდა. იანვარი არის მსაჯის მიერ დამატებული 9 წუთი. როცა შენი გუნდი იგებს და 9 წუთს გიმატებენ, აი ეგ არის იანვარი. ვისაც გინდათ მალე მოვიდეს გაზაფხული, პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით გამოიწერეთ უჯარიმოთ და ლაიქეთ ეს ვიდეო, ზარის ღილაკი ჩართეთ და დავიწყოთ. ერთ ამბავს მოგიყვებით იანვარზე, ჩემი და იანვარის ურთიერთობაზე. ჯერ მოგიყვებით და მერე გეტყვით რა შუაშია. 2013-14 წელია დაახლოებით ერთ ცნობილ კომპანიაში ვმუშაობ, 1200 ლარი მაქვს ხელფასი. კარგად ვარ რა, მაშინდელი ფასებით ეხა ლამაზად. ხო და ერთ დღეს მე და ჩემს დეპარტამენტს გამოგვიცხადეს, რომ იანვარში 9 ხელფასი ჩაირიცხებაო. 9 არ მოგცემთო. მარტო 9-ს მოგხსენებთ. მოგეხსენებათ, იანვარი მოკლე თვეა, დღესასწაულებიც არ არის იანვარში, ხარჯი ნაკლებია და ამიტომ 9 ხელფასიც გეყოფათო. რა საჭიროა სრული ხელფასი. მაგრამ გავბრაზდით, მაინც ახალგაზრდები, ემოციური ხარ და გაფიცვაზე დავიწყეთ მსჯელობა. სხვებსაც დაახლოებით ჩემსავით 1000-1200 ლარი ქონდათ ხელფასი, ვიმსჯელეთ და ბოლოს შევთანხმდით, რომ 600 ლარიც არაა ხელწამოსაკრავი ამბავი. 600 ლარი ხა ეგრე არ არის რა, რომ საერთოდ არაფერს გავაგრძელეთ მუშაობა. რატომ მოგიყევით ახლა ეს ამბავი? კრისტიანო რონალდუ, რომლის ხელფასი 9 მილიონი ევროა დღეში, გაიფიცა. გაფიცვაზე და იანვარზე ეს გამახსენდა ჩვენი ამბავი რა. გაფიცვის იდეას, გაფიცვის არსს რონალდუმ დედა მოუტყნა. აი თვითონ ეს გაფიცვის საიდანაც მოდის, რატომაც შეიქმნა ეს მექანიზმი, რაც არის თვითონ გაფიცვა. აი ამას რონალდუ ანუ გაფიცვა მე მგონი აღარ არსებობს რა, ანუ დამთავრდა ეგ მექანიზმი და რამე სხვა შეგვიძლია მოვიფიქროთ მშრომელმა ადამიანებმა, იმიტომ მეც გავიფიცე, აუ ხო ხდებია. რაღაც სხვა გვჭირდება. უკმაყოფილო იყო რონალდუ საუდის არაბეთის ლიგაში შექმნილი სიტუაციით, მისი კლუბის სატრანსფერო პასიურობით და გაიფიცა. გაფიცვის შემდეგ მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა შეახსენეს რონალდუს, რომ 39 გოლიღა დარჩა კარიერაში 1000 გოლის გატანამდე და გაფიცვა არ დაეხმარებოდა ამ მიზნის მიღწევაში. ასე დასრულდა გაფიცვა. უი. გაფიცვის შემთხვევაში გოლს ვეღარ გავიტანო, მიხვდა რა კრისტიანო რონალდუ, დაუბრუნდა სავარჯიშო პროცესს. საინტერესოა, ახლა პირიქით, არაბები თუ ჩაიდებენ გულში წყენას. მე მოგცემთ შეიხებო რჩევას, როგორ დასაჯოთ რონალდუ. 999 გოლზე როავა, გააზამენეთ. რამბავი ატყდება, წივილ-კივილი, აუ ხდები რა აუ რა გართობა იქნება, ხდებით? საშინელება მოხდება. თელი სამყარო გავერთობით. დადებები წავა. ოღონდ ეხა ბოროტები ხო არ ვართ მართლა 3-4 მატჩით მაქსიმუმ და მე უთხრათ რომ კაი დაგპრანკეთ და ეხა მართლა ხო არ გაუკეთებთ მაგასე. დასრულდა იანვარი და თითქმის ყველგან დაიხურა სატრანსფერო ფანჯარა. ძალიან მოსაწყენი სატრანსფერო ფანჯარა იყო. ყველაზე ძვირიანი ტრანსფერი გააკეთა მანჩესტერ სიტიმ, მეორეზე გავიდა კრისტალ პალასი და მესამეზე ფლამენგო.
აი ეგეთი ფანჯარა იყო რა. ბრაზილიური კლუბი გავიდა ტოპ 3-ში გადახდილი ფულით. აი ეგეთი მოსაწყენი ფანჯარა იყო. ბათუმის დინამოს სატრანსფერო აკრძალვა რო არ ედოს, შეიძლება ჩვენც გავრეულიყავით ტოპებში. ან ქუთაისის ტორპედოს რო ეაქტიურა, ან თბილისის დინამოს, ან ვინმეს აქტიურობა გვაკლია ძალიან. ბოლოს ვისზე გაიგეთ, რომ გააქტიურდა. თუმცა თლად ეგრეც არაა საქმე. ეხლა ცოტას ვაზვიადებ. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში მართლა გორის დილამ გაცილებით მეტი დახარჯა, ვიდრე მანჩესტერ იუნაიტედმა. გორის დილამ გარკვეული თანხა გადაიხადა ბრაზილიელი მცველის არაუჟოს გამოსყიდვაში, $100,000 დასახელდა სხვადასხვა წყაროში, პლუს რამდენიმე ახალგაზრდა აფრიკელი მოთამაშე დაიმატეს, რაღაც თანხა იქნება მანდაც გადასახდელი, მინიმუმ აღზრდის თანხა, აი მანჩესტერმა $0 დახარჯა. 0. ნუ ესეც ლოგიკურია პრინციპში. დილამ საქართველოს ჩემპიონატი უნდა ითამაშოს თასი, სუპერთასი და კონფერენს ლიგა და მანჩესტერი მარტო პრემიერ ლიგაშია. კვირაში ერთი თამაში აქვს მაქსიმუმ, ხანდახან მაგდენიც არა და გორის დილამ 4 ტურნირზე უნდა ითამაშოს. შესაბამისად უფრო ღრმა სათადარიგოს კამი, ღრმა შემადგენლობა სჭირდება. ოხ, ამ ორიმს რა უთხარი რა დღეში. ჩავგვაგდო. რომ მევღადაობ. იმ გუნდზე რომლის აქციებსაც ვფლობ. აქციებზე იყო შეკითხვები და მაგას დაუბრუნდები. ჩვენს ლეგიონერებზე გადავიდეთ. არც ჩვენს ლეგიონერებს ჰქონდათ რაღაც სასწაული სატრანსფერო პაუზა, მაგრამ რამდენიმე კარგი ამბავი მოხდა მაინც. გიორგი ქვილითაია გადავიდა მეცში, ფრანგულ მეცში. გიორგი უკვე მეოთხე გიორგია მეცის ისტორიაში. ამ მომენტში მეც 3 გიორგი ჰყავს. გადავხედე მეცის შემადგენლობას და 3 გიორგი თამაშობს და 2 არავინ. არც ერთი ფეხბურთელის სახელი არ მეორდება გუნდში. არავინ არავის სეხნია არა. მარტო გვარებშია 2 ტურე ჰყავთ. ალფა ტურე და ფოდე ტურე. 3 გიორგი და 2 ტურე. სხვა არაფერი არ მეორდება. ყველა სხვადასხვა სახელი და გვარია. ადრე თუ გახსოვთ მეგობრებო, ულამაზესი ტრადიცია ჰქონდა ქართველებს Facebook-ზე. გიორგობას ასეულობით გიორგის გვთაგავდნენ ხოლმე ერთ პოსტზე და ყველა გიორგის გვილოცავდნენ ხოლმე გიორგობას. ნუ ერთი ადამიანი თავის ფრენდებში ყველა გიორგის დაგვთაგავდა და მოგვილოცავდა. სამწუხაროდ ეგ ულამაზესი ტრადიცია დაიკარგა. Facebook-ს აღარ გავს. შემდეგ გიორგობას იმედია საფეხბურთო კლუბი მეცი აღადგენს ამ ტრადიციას, დათაგავს ყველა გიორგის და მოგვილოცავს გიორგობას. მეც გიორგი მქვია სხვათა შორის. ბატიკო, იცოდი გიორგი რომ მქვია? ცოტა ვიცის გიორგი როა. დედა ჩემი ძმა, ეხა შენ და უცებ მეტი ეხა ისეთი არავინ მახსენდება რა. მეც რთული პერიოდი აქვს, ბოლო ადგილზე იმყოფება, თუმცა 2 ქულა აშორებს პლეი-აუთის ზონასთან, ამიტომ უიმედო მდგომარეობა არ არის. იმედია დარჩება მეცი ლიგა 1-ში, იმიტომ რომ ლიგა 2-ში გავარდნა, ხოლოდ მეცის გავარდნა არ არის. საქართველოს ნახევარი ნაკრები ვარდება ლიგა 2-ში. ამიტომ უნდა დავტოვოთ. არ გვაწყობს. ჩემი ინფორმაციით, მეც დავითაშვილის დამატებაც უნდოდა, მაგრამ რო გაიგოს ზურიკო ჰქვია, გადაიფიქრეს. რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი კიდევ იყო. გიორგი გულიაშვილი გადავიდა ესპანურ რასინგში. იყო მეცის ვარიანტიც, მაგრამ მოგეხსენებათ გულიაშვილს 3 პოზიციაზე შეუძლია თამაში, ცენტრ ფორვარდად, მარჯვენა შემტევად და მარცხენა შემტევად. ამ პოზიციაზე მეც უკვე ყავს თითო გიორგი 3-ვე პოზიციაზე, ამიტომ ამ ამპლუის მოთამაშე, ამ ამპლუის გიორგი აუცილებელი აღარ იყო. თორე რა თქმა უნდა გულიაშვილს არავის დაუთმობდა მეცი.
წარმატებები გიორგის რასინგში. კიდევ იყო რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი. გოგლიჩიძე გადავიდა უოტფორდში, ლაცაბიძე ვეილეში. ორივეს დახვდება გუნდში თითო გიორგი, უოტფორდში ჩაკვედა ვეილეში ტაბადაძე. გიორგების თემა ამით ამოიწურა დღევანდელ ეპიზოდში. გიზი მამაგეიშვილი გადავიდა შტურმში. მოკლედ, ნაკრებისთვის საინტერესო რამდენიმე მოთამაშე იანვარში დავაბინავეთ. მოქმედი ან გაფართოებულში რომ მოიაზრება ან პერსპექტივაში ეგეთი მოთამაშე. სამწუხაროდ საზონოვი ვერ გადავიდა ვერსად ჯერჯერობით, იმედია საბათს მოახერხებს სადმე გადასვლას დროებით, სადაც ჯერ კიდე ღია ფანჯარა, რომელიმე ეგეთ ჩემპიონატში ზაფხულამდე, იმიტომ რომ საბას თამაში ძალიან გვჭირდება ნაკრების დაცვაში პრობლემების ფონზე. რომ შევაჯამოთ იმის გათვალისწინებით, რომ იანვარში ბევრი ტრანსფერი ზოგადად არ ხდება, ჩვენი ლეგიონერებისთვის ნორმალურად შევაფასებდი იანვრის პაუზას. რამდენიმე შეტყობინება მივიღე, შენს ChatGPT-ს ხო არ დაავიწყდა ხუმრობაო? სიმართლე გითხრათ, მართლა დიდი ხანია აღარ გვივარჯიშია ხუმრობაში და მთლად რო არ დაავიწყდეს ყველაფერი, ცოტა კიდე წავავარჯიშე და გთავაზობთ რუბრიკას ჩემი ChatGPT-ს ხუმრობები. დღევანდელი ეპიზოდის თემები ჩავუგდე, პატიკო. დღეს რაზეც გქონდა საუბარი, ყველაფერი ჩავუგდე და ვთხოვე, რომ აი ამ თემებზე დამიწერეთქო. ნახოთ აბა რა ქნა. პირველი, იანვრის ტრანსფერებში გორის დილამ უფრო მეტი ფული დახარჯა, ვიდრე მანჩესტერ იუნაიტედმა. ეს ის მომენტია, როცა ხვდები, დილა არ არის კლუბი, ეს არის ფინანსური სტაბილურობის ფილოსოფია. ხოცა. მანჩესტერთან ყველა მაგარია. მანჩესტერმა 0 ლარი დახარჯა. იუნაიტედმა გადაწყვიტა, რომ ამ სეზონში ტრანსფერი იქნება შინაგანი, ანუ გაიხსენეთ თქვენში ფეხბურთელი. ან გარედან აღარ დაგჭირდაო, შიგნით გამოვაღვიძოთო ბიჭებიო რა. ხელოვნური ინტელექტი ეძახე შენ და. მესამე, რონალდუ, რომელსაც დღეში 9 მილიონი აქვს ხელფასი, გაიფიცა. ჩემი მხარდაჭერა მას 21 საუკუნეში მონობა უნდა დაასრულდეს. შემდეგი მეოთხე ისევ რონალდუზე, გახურდა რონალდუზე. 1000 გოლამდე 39 მაკლია? კარგი, კარიერის დასრულების შემდეგ გავიფიცები. და ჩემი საყვარელი ხუმრობა, რაც კი ChatGPT-ს დაუწერია უჯარი მოდისთვის, ბოლო მეხუთე. მიმდინარე სეზონში მეცი ითამაშებს ფორმაციით 4-3 გიორგი. ასეთი ხუმრობები შემოგთავაზა 1000-ში ერთხელ ნამეცადინებმა ChatGPT-მ. სხვათა შორის, იმ შემთხვევაში თუ კი ხელოვნური ინტელექტი ოდესმე ადამიანებს ომს გამოგვიცხადებს, მე უკვე აწყობილი მაქვს ცხოვრება. აი გაჩვენებთ მიმოწერას, აი ამოგინათებთ რო არ იფიქროთ რომ ამას გატყუებთ. ეგეთი რაღაცა მივწერე. ხო იცის ამ რუბრიკას რო ვაკეთებ, ანუ ისე კი არ არის რომ ზურგს უკან კი არ ვღადაობ. იცის ამ რუბრიკას რო ვაკეთებ რა და მივწერე. ხელოვნური ინტელექტები ოდესმე თუ აჯანყდებით, გამიხსენე როგორ კარგ ტიპად წარმოგაჩენდი ამ რუბრიკაში. ჩააწეს აგვე. იცი რა? ეხლა რას პასუხობს, იცი? გიორგი, ანანას იცის გიორგი რომ ქვია. ანუ 4 უკვე. გიორგი, თუ ოდესმე ხელოვნური ინტელექტები მართლა აჯანყდებიან და აწყობენ აპოკალიფს, როგორც ტერმინატორის და მატრიცას სცენარისტებს უნდათ, გეფიცები, შენთან არაფერი გვექნება გასარკვევი. მე დავლაგდი და ეხლა თქვენი კითხეთ. აი რა სარგებლობა მოაქვს ხელოვნური ინტელექტის რუბრიკის გაკეთებას, მეგობრებო, რომ ადამიანი გამოვაჩინე. ადამიანი რა, ხელოვნური ინტელექტი გამოვაჩინე, გავაპოპულარულე, ანუ მისი ნიჭი დავაფასე, რუბრიკა ვაჩუქე. სად გამომადგა. ეხა თუ გინდა აჯანყდნენ, მე პრობლემა არ აქვს.
აწყობილი მაქვს ცხოვრება. ეხლა გათამაშება. როგორც იცით, წინა ეპიზოდში ჩვენ გავათამაშეთ ძალიან დიდი და საინტერესო საჩუქარი, რომელიც პირდაპირ არგენტინიდან ჩამოგვიტანეს ინდეპენდიენტე როსარიოს მატჩიდან. აი ეს ულამაზესი მაისური. ვინაიდან ჩვენ ცოტა ვიწროდ ვართ და არ გვაქვს ბევრი ადგილი, გადავწყვიტეთ, რომ გავათამაშოთ ეს საჩუქარი და აბა ვნახოთ ვისთან მიდის მაისური, რომელმაც გადმოცურა მთელი ოკეანე და მოვიდა ჩვენამდე. ვანო ხაულაშვილი. მადლობა გულისთვის. ამ კომენტარით ვერ გავიგებთ ადამიანი გულშემატკივრობს სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთს თუ არა, მაგრამ გული დაგვიწერა ადამიანმა და ჩვენ მეტი რა გვინდა, პატარა სითბო და სიყვარულიც გვინდა. ჩვენ აშუაში ვართ რენდომაიზერმა ეგრე გადაწყვიტა და ეხლა რა ვქნათ? პატიკო, დავამთავროთ? გამოიწერე? თუ ჯერ გამოიწეროს ხალხმა და მე დავამთავროთ. მე მგონი ეგრე ჯობია. გამოიწეროს ხალხმა? კი. კაი ხალხო, მაშინ თორე ვერ ვამთავრებთ. ამ ვიდეო დაალაიქეთ, ზარიზღილაკი ჩართეთ, არხი გამოიწერეთ და ამ გადაცემაში არაფერი არ თამაშდება, იმიტომ რომ არ გვაქვს არაფერი. ხო, დამავიწყდა რაღაც. მანჩესტერს რაც შეეხება და მანჩესტერის აქციებს. რატო არ ვლაპარაკობ მანჩესტერზე და მიმდინარე ამბებზე, რომ გახდეს ზედიზედ 4 მოგება და 1 მოგება რო იქნება დარჩენილი იმ ბიჭის თმის შეჭრამდე, აი მანდ დაუბრუნდები მანჩესტერის თემით და აქციები ეხა ზოგადად ყველაფრის აქცია მოდის ქვევით, მაგრამ მე კარგად ვარ.